ახლა კი უნდა გადავინაცვლოთ ურეკში და გაგაცნოთ 9 წლის დავით ღონღაძე, რომლის მთავარი მიზანია UFC-ის ჩემპიონი გახდეს. მიზნის მისაღწევად კი ძალებს არიშურებს იმისთვის, რომ კიკბოქსინგს პროფესიონალურად დაეუფლოს. კრივში 4ჯერ ურეკიდან ბათუმში მეგობართან ერთად სავარჯიშოდ დადის. უფრო ახლოდან დავითს გვანცა ჩარგაზე და ზაზა ციგოშვილის სიუჟეტიდან გავიგებთ. კვირაში 4ჯერ ურეკი და ბათუმში მაგარია. ეს ძალიან გინდა. ნახოთ. წლის ასაკში უკვე კარგად აქვს გააზრებული, რომ UFC-ის ჩემპიონობამდე გასავლელი გზა რთული და შრომადევადი იქნება. დავით ღონღაძე მიზნამდე მისაღწევად ძალის ხმევას არიშურებს. მე სპორტი ძალიან მიყვარს და ამ სპორტში უნდა ისრომო. არასოდეს ძალებდეთ და გავხდე ჩემპიონი დვალიშვილისავი და თოპურიასავი და არასოდეს დავნებდი. ყველაფერი 6 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მეგობარს კიკბოქსინგის ვარჯიშზე დარბაზში გაჰყვა და ამ სპორტით დაინტერესდა. მალევე მამასთან ერთად საკუთარი ძალებით სახლში სავარჯიშო სივრცე მოაწყო. აქ საპატიო ადგილს მისი მედლები და საქართველოს დრო შეიკავებს. მამა არის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ეს ყველაფერი დარბაზი ავაწყო მამასთან ერთად. მამაც მეხმარება ვარჯიში სპორტზე რაც დავდივარ 20 შეჯიბრებაზე ვიყავი გასული და 9 პირველი ადგილი მქონდა 4 მეორე 1 მესამე და 1 თასი. თასი რომ მოვიგე ძალიან გამიხარდა. სპორტის პარალელურად სწავლასაც დიდ ყურადღებას აქცევს. იცის რომ წარმატებისთვის ეს აუცილებელია. განსაკუთრებულად მათემატიკა უყვარს. სკოლაში ვსწავლობ ფათიანებზე და ყველაზე მეტად მიყვარს მათემატიკა და სპორტი. მათემატიკა იმიტომ მიყვარს, რომ გამრავლების ტაბულა გაყოფა და ამხელი რაღაცეები. მინდა რომ ვიყო წარმატებული. იმისთვის რომ ამ სპორტულ სახეობას პროფესიონალურად დაეუფლოს, დავითი კვირაში 4ჯერ ურეკიდან ბათუმში მეგობართან ერთად დადის. ფიდორის მინდა გადავუხალო ძალიან დიდი ველობა, რომ ატარებს კიკბოქსზე და ამ ხელა გზაზე რომ მივყავა. ეს კაი ვარჯიშია და ახლა შეიძლება. ფრიდონ ჩხარტიშვილი 14 წლიანებში კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონია. წვრთნელთან ერთად საკუთარ გამოცდილებას უკვე დავითსაც უზიარებს. ეს არის ჩემი მეგობარი და სულ დავდივარ ამასთან კიკბოქსზე, რომ გავხდე ძალიან მაგარი მოჩუბარი და სულ მეხმარება ვარჯიშზე. დათუნა არის ძალიან კარგი ბიჭი, მას მართლაც ძალიან ბევრი რამ შეუძლია დარბაზში წამოვიყვანეთ ვარჯიშებს და მე ვფიქრობ, რომ ასეთი ვარჯიშებით ის ნამდვილად გახდება ჩემპიონი. მე და დათუნას ახლა ძალიან დიდი мотиваცია გვაქვს, რადგან გავხდეთ სოფლიო ჩემპიონები. სოფლიო ჩემპიონატი ოქტომბერში ჩატარდება და ჩვენ აუცილებლად შევეცდებით, რომ ოქროს მედლები წამოვიღოთ საქართველოში. ამჟამად ახალი ჩემპიონატისთვის ემზადება. სჯერა რომ წლების შემდეგ მისი სახელი და გვარი UFC-ის ჩემპიონის ამპლუაში გაშკარდება. საქართველოს დროშას კი მსოფლიოს წინაშე არაერთხელ სიამაყით ააფრიალებს.